რა კითხვები დატოვა დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე. ესა ინგა გრიგოლიას დღის ამბების 7-ზე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. რა ფინანსური კრიზისის გამო შეიძლებოდა მოეკლა თავი ეროსი კიწმარიშვილს, როცა მისი მეგობრის ბადრი ნანიტაშვილის განცხადებით ეროსის მანჰეტენზე 3 მილიონიანი ბინა ჰქონდა. ნანიტაშვილი ერთ საათში ვახოსანაიას რვიანის სტუმარი იქნება და თქვენ მას პირდაპირ ეთერში მოусმენთ. ძმა აცხადებს, რომ ეროსი მიარაღი შეიძინა თავდაცვის მიზნით, რადგან გრძნობდა, რომ მასზე შეიძლება თავდასხმა მომხდარიყო. დავიჯეროთ თუ არ დავიჯეროთ, გამოძიების ვერსია, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მიმყვანი პირები არ გამოკვეთილან და მიზეზი 312,000 ამერიკული დოლარი და 120,000 ლარი იყო, რომელიც კიწმარიშვილის ოჯახს ვალად ჰქონდა. ამ ვალების გამო იპოთეკით იყო დატვირთული მისი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ეროსი კიწმარიშვილს არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი ამ ვალების დასაფარად, გვეუბნება პროკურატურა. ეროსის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ შეერა. იარაღი, რომლითაც მან გამოძიების განცხადებით თავი მოიკლა, ეროსის ძმის თქმით, ეროსიმ შეიძინა, რადგან უკაცრავად ტექსტს კითხულობდი, უნდა ვაღიარო და ამერია, შეიძინა, რადგან ის გრძნობდა, რომ მასზე შესაძლოა ძალადობა ან თავდასხმა მომხდარიყო და იარაღის შეძენაზე ჯერ კიდევ შემთხვევამდე 8 დღით ადრე ფიქრობდა. ზურა კიწმარიშვილი ამბობს, რომ გამოძიების საქმეში არის უცხო დნმ და თითის ანაბეჭდები. გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ვეთანხმები. ეროსის ჰქონდა უამრავი გეგმა, ამბობს ის. ცოტა ხნის წინ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე შეკითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს. ის ამბობს, რომ რაც სათქმელი ჰქონდა, ყველაფერი ამოწურულია. დასრულებულია პროკურატურამ და გადაწყვეტეს, რომ ეს არის თვითმკვლელობა. უხარებას გამოუთვლი და სამძიმარს გამოუცხადებდი ოჯახს, მე სხვა არაფერი სათქმელი არ მექნება. რა თქვენი ფინანსური წილი იგივე თუნდაც რუსთავიორის საქმეში კიწმარიშვილის ჰქონდა. მე რაც საჭირო იყო, საჯაროდ გაცხადებული მაქვს ამასთან დაკავშირებით. ეს უნდა გითხრათ, იმიტომ რომ ოჯახი არის ოფიციალურ ვერსიას. გასაგებია ეს მათი საქმე. ამბობდა, რომ თქვენ და მან ისეთ რაღაც განსაკუთრებული, რასაც არ ამბობდა. აკავშირია ახლა მაგას შორის. რა უნდა გითხრათ, ხო გითხარით უკვე. მე რაც სათქმელი მქონდა გითხარით. საჯაროდ გაცხადებული მაქვს მაგასთან დაკავშირებით და ყველაფერი ამოწურულია. გამოძიების თქმით, ეროსის კომპიუტერში აღმოჩენილი ჩანაწერები ადასტურებს, რომ რუსთავიორის დამფუძნებელი ვეღარ უმკლავდებოდა ამ ფინანსურ პრობლემას. 2014 წლის 14 ივლისი, ჭავჭავაძის 37 ნომერი, 16 საათსა და 47 წუთზე ტელეკომპანია რუსთავიორის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილის საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს. ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება. თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება არც ეროსის მეუღლე ია კიწმარიშვილი. იყო თუ არა ეროსი კაცი, რომელიც ამ დასახელებული თანხის გამო თავს მოიკლავდა. პროკურატურა მის მიერ მომზადებული ვიდეო მასალა წარმოადგინა ეროსის თვითმკვლელობაზე მომზადებული. 15 საათსა და 5 წუთზე კი ეროსი კიწმარიშვილმა საფულის და ტელეფონის გარეშე დატოვა სახლი და ლიფტი გამოიძახა. კადრში ჩანს, რომ იგი ავტოფარეხში ჩასვლამდე სადარბაზოში ბოლთას სცემს. ეროსი კიწმარიშვილი ავტოფარეხში ჩასვლისას იცვამს პიჯაკს და ჯდება ავტომანქანის საჭესთან. იკრავს ღვედს, ჩამოწევს სამზეურებს, ჩამოწევს ავტომობილის მარცხენა მინებს, ქოქავს და შემდეგ აქრობს ავტომობილს. ეს ქმედებები ტოვებს ნაკლებად გააზრებულის შთაბეჭდილებას. ამის შემდეგ იღებს საკუთარ იარაღს, იდებს მარჯვენა საფეთქელზე და გასროლას ახორციელებს. გასროლა მარჯვენა საფეთქელზე ტოვებს იარაღის ლულის ჭრილის ანაბეჭდს, ეგრეთ წოდებულ შტანცმარკას. ტყვია გაივლის ეროსი კიწმარიშვილის სხეულს და მარცხენა საყრდენში ღვედის სათავე ნაწილში იჭედება. მასრაკი ვარდება სალონის უკანა მხარეს. ის ფაქტი, რომ გასროლა სწორედ ამ ვითარებაში განხორციელდა, დადგენილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოპოვებული მტკიცებულებებით. მოტივი არის მკვეთრად გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა. ჩვენთვის ცნობილია ფაქტი, რომ წინა დღეს იყო სწორედ საპროტესტო აქცია საარჩევნო შტაბში და არაერთი მოქალაქე გამოდიოდა საპროტესტო ტალღით ნოტით. ეს ადამიანები აცხადებდნენ, რომ სურდათ იმ ფინანსური დავალიანების მიღება, მათთვის კუთვნილი თანხების მიღება, რაც მის მიმართ ემართა გარდაცვლილს. შესაბამისად ფაქტია, რომ ქონდა ამ
ადამიანს მატერიალური პრობლემები და ეს არის ათეულობით და ასეულობით პირის ჩვენებით დადასტურებული საქმეში. ეროსი კიცმარიშვილმა და მისმა მძღოლმა ერთ-ერთ კომპანიას და დადგენილია ეს კომპანია შეუკვეთა სწორედ ვიდეოკამერის დამონტაჟება მის ავტოფარეხში. ვიდეოკამერა დამონტაჟდა ისე რომ იმ დროისთვის ეროსი კიცმარიშვილი სადაც აჩერებდა ავტომანქანას სწორედ იმ რაკუსით იხედებოდა კამერის ობიექტივი და შემდგომში მოხდა ისე რომ კიცმარიშვილმა შეიცვალა ავტოსადგომი და ვიდეოს გადამღების რაკუსი არავის არ შეუცვლია, დარჩა იგივე მიმართულებით, რა მიმართულებითაც თავდაპირველად დამონტაჟდა. ამიტომ ვიდეოს შეტრიალების ფაქტი არ არის დადგენილი და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, ვიდეო იმდენად იყო დამტვერილი, ვიდეოკამერა დამონტაჟებული, რომ ვერ მოხდა მისგან იდენტიფიკაციისათვის ვარგისი თითის კვალის ამოღება. ბუნდოვანი გარდაცვალება, რომელიც დღეს გახსნილად გამოცხადდა და რომლის ოფიციალური ვერსიის ბევრმა არ დაიჯერა. ახლა ამ სტუდიაში პროფესიონალი ადვოკატების ხედან და ჩვენ მათგან შევეცდებით გავიგოთ, რამდენად დამაჯერებელი ან არადამაჯერებელი შეიძლება იყოს პროკურატურის დასკვნა. ზაზა ხატიაშვილი, გიორგი ონიანი, ირმა ჭკადუა, ნონა ფილაური, დღის ამბები სტუმრები. პირველი კითხვები, რაც გაგიჩნდა დღეს, როცა ეროსის საქმეზე არც ერთი პირი არ გამოიკვეთა, ვინც იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. როცა გამოცხადდა რომ ადამიანმა, რომელსაც მანჰეტენზე სახლი ჰქონდა თავი $312,000 და $120,000 გამო მოიკლა და როცა ოჯახი აცხადებს, რომ არ ეთანხმება პროკურატურის მტკიცებულებებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა დღეს უკვე ისაუბრონ ამ ეთერში იურისტებმა, კვალიფიციურმა ადვოკატებმა და მე მაინტერესებს გაგიჩინათ თუ არა რაიმე კითხვები პროკურატურის დღევანდელმა საგანგებო განცხადებამ. ბატონო ზაზა, მოდით დავიწყებთ თქვენგან. გისმენთ. მე მინდა მოგესალმოთ. საერთოდ ძალიან რთულია ახლა დაადგინო იყო თუ არა თვითმკვლელობა. იმიტომ რომ ჩვენ არც ერთი აქ ყოფილი პირი იქ არ ყოფილვართ და ძალიან რთულია პროკურატურის ამ ვერსიაში შეიტანო ვინაიდან ფაქტობრივად არანაირი მოწმე ამ საქმეში არ გამოიკვეთა, მაგრამ კითხვის ნიშნები რა თქმა უნდა ისმება და პირველი კითხვის ნიშანი იყო ის რომ პროკურატურამ მე ვფიქრობ არ ქონდა იმის მტკიცებულება, რომ მას ზუსტად დაედგინა, როგორც მე არ ვიცი ახლა იქ რა მოხდა, ისე პროკურატურა ვერ დაადგინა, კიცმარიშვილმა თავი მოიკლა თუ მასზე განხორციელდა თავდასხმა იმ მტკიცებულებიდან გამომდინარე, რაც პროკურატურამ დღეს გაასაჯაროვა. ამიტომ მე თუ არ ვიწყებ კითხაობას და არ ვამბობ, ეროს კიცმარიშვილმა თავი მოიკლა თუ არ მოიკლა, პროკურატურის მხრიდანაც აი ეს მტკიცებულებები, რაც მათ წარმოადგენს და რაზეც მას ისაუბრეს, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო უფრო მკითხაობა, ვიდრე დამაჯერე იქიდან რაში ჩანდა მკითხაობა, თქვენ თუ არ ამბობთ, ეს არის თემა, იმიტომ რომ თქვენ არ იძიებდით ამ საქმეს, მაგრამ პროკურატურა იძიებდა ამ საქმეს. ხო და რო იძიებდა პატიცემულო იყო მოლოდინი იმისა, იყო რამოდენიმე მტკიცებულება იმისა, რომ შეიძლებოდა მომხდარიყო იმ პირების იდენტიფიკაცია, რომლებმაც აი მომენტში, როდესაც ეროს კიცმარიშვილის გარდაცვალების ფაქტი ჩვენ გავიგეთ, მოეხდინათ იმ პირების იდენტიფიკაცია, რომელიც იქ მოძრაობდნენ და ეს ადამიანები დაეკითხათ. ამაზე მიდიოდა რამოდენიმე თვის განმავლობაში ოჯახის წევრების განცხადება, მის ძმის პრესკონფერენცია მოვისმინე რამოდენიმეჯერ ადვოკატები საუბრობდნენ და ელემენტარულად პროკურატურამ ამ თავარ კითხვად, რასაც ითხოვდა დაცვა და ოჯახი, ელემენტარული პასუხი ვერ გასცა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს მათი განცხადება უფრო მკითხაობას გავდა. ეხლა როგორც მე ვთქვა, რომ ეროს კიცმარიშვილი ვიღაცამ მოკლა. ამას ვერ ვიტყვი და ვერც ვიტყვი, რომ თვითმკვლელობა იყო. ეს გამოძიება უნდა საზოგადოებად წარმოუდგინოს დამაჯერებელი მტკიცებულებები და მე მინდა ვთქვა, რომ საერთოდ ჩვენი პროკურატურის სისტემა მე ვფიქრობ, რომ ძალიან დაბალ დონეზე დგა და წარმოჩინდა ამ შემთხვევაში, როდესაც მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან მოუმზადებელი განცხადება. როდესაც პროკურატურა ამბობს, რომ ეროს კიცმარიშვილმა ვალის გამო მოიკლა თავი. როგორ შეიძლება მოწმემ უთხრას, რომ რაღაც 100,000 თუ 200,000 ლარი ადამიანს არა, ისინი ამბობენ ბატონო ზაზა, რომ კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე არის ეს გაკეთებული, რომ მას ფინანსური კრიზისი ძალიან ანერვიულია. საქართველოში ფინანსური კრიზისი ჩემოინგა აქვს დაახლოებით 9,5 ადამიანს. ვერა ცოტა მკვლელობები ხდება ბატონო ზაზა. აქედან გამომდინარე, ეროს კიცმარიშვილს თუ აღმოჩნდა, რომ მანჰეტენზე მართლაც აქვს ბინა, მე არ ვიცი, ბადრი ნაინტაშვილი იქნება ვახოსანაირი. თუ აღმოჩნდა, მე არ ვიცი. თუ აღმოჩნდა, რომ მას ეს ბინა აქვს, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ პროკურატურის ის ვერსია, რომ ადამიანმა, რომელსაც აქვს $3 მილიონ
ბინა ის თავს არ მოიკლავდა და შვილებს ქუჩაში არ დატოვებდა. კი ბატონო, საინტერესო არის ის, რომ სწორედ ამ შეკითხვით მე დავუკავშირდი პროკურატურის პრეს-ცენტრს, რომელიც არის ვალდებული ჟურნალისტებს მიაწოდოთ ინფორმაცია და მე მათ აუხსენი, რომ ეთერში შესვლამდე მე მჭირდებოდა პასუხი გაარკვია თუ არა პროკურატურამ მანჰეტენზე არსებული ბინის ამბავი. თუმცა პრეს-ცენტრმა თავი არ შეიწუხა ჩემ და სამწუხაროდ, რომ ჩვენთვის პასუხი გაეცა ამ შეკითხვაზე. მე გადავალ ქალბატონ ირმა ჭკადუასთან, ეხლა შეკითხვი, თუმცა მანამდე მინდა გაგაცნოთ ეროსი კიცმარიშვილის ერთ-ერთი დეკლარაცია, რომელსაც ავრცელებდა თავის დროზე გურია ნიუსი. ეროსი კიცმარიშვილი ამერიკაში, ნიუ-იორკში, ეს არის ძველი დეკლარაცია, მაგრამ არც იმდენად ძველი, რომ არ გაგვიჩნდეს ჩვენ კითხვები ამ ფინანსური მდგომარეობის მქონე პირი, ფინანსური კრიზისის გამო დაუშვათ მოიკლავდა თუ არა თავს. ეროსი კიცმარიშვილი ამერიკაში მაშინ ფლობდა ნიუ-იორკში 3.250.000 დოლარად შეფასებულ ბინას. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ეროსი 2008 წელს შეავსო რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩად მუშაობის დროს, მის ფლობელობაში იყო უძრავი ქონება რუსთავში, ღირებულება 12.000 დოლარი, ფართი ჭავჭავაძის გამზირზე 700 კვადრატული 1.200.000, ბინა გუდაუში 210.000, ბინა ნიკოლაძის ქუჩაზე 300.000, ბინა ბათუმში 100.000, ასევე მიწის ნაკვეთი ყვარლის რაიონში, სოფელ ახალსოფელში და პლუს კიდევ ძალიან ბევრი სურათი, ნახატი, რომელიც ძალიან ძვირად იყო შეფასებული. ირმა, რა სიტყვით თქვენ? ავტომანქანები შემიძლია ჩამოგითვალოთ 80.000 დოლარიანი Mercedes-Benz-ი 60.000 დოლარად შეფასებული BMW. ძალიან დიდი ბოდიში მინდა ეხლა ვთქვა პირდაპირ ეთერში, რომ ვიღაცის ოჯახის ქონებრივ დეკლარაციაზე მე ესე დაწვრილებით ვსაუბრობ, მაგრამ ვინაიდან საქმე ეხება ფინანსურ კრიზისს. 40.000 დოლარიანი Toyota Prado, 90.000 დოლარიანი Mercedes-Benz-ი. ანუ აი ამ ქონების პატრონი ადამიანი 100 თუ 312.000 დოლარის გამო მოიკლავდა თავს ქალბატონო. მოგესალმებით მაყურებელს, ნამდვილად ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო ის რაც მოხდა ბატონი კიცმარიშვილთან მიმართებაში. მე არა ვარ პროკურორი და არ ვარ ამ საქმის ადვოკატი, მე დეტალები ნამდვილად არ ვიცი, ვიცი თქვათ რაც გასაჯაროდა. გარდა ამისა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თქვათ გარკვეულწილად მეც მომიკითხია აღნიშნული საქმე, მაგრამ ის რაც წავიკითხეთ, თქვათ პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადებიდან, პრაქტიკულად ვნახეთ, რომ აქ არის კოლოსალური შრომა ჩადებული, მოვისმენთ განცხადებები, რომ საერთოდ გამოძიება ჩატარდა თუ არა, ესეც საკითხავია, თუ არ ვცდები ბატონმა ნანიტაშვილმა განაცხადა. ფაქტია, რომ ხედავთ, რომ პროკურატურამ გაწია საკმაოდ სერიოზული სამუშაო, როგორც ყველამ ვიცით, ადვოკატები და ოჯახის წევრები პირველი წუთიდანვე იყვნენ ჩართული გამოძიების მიმდინარეობისას და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ადვოკატების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა პროკურატურის მიერ. ჩვენ გვახსოვს მათი ერთობლივი განცხადებები, როდესაც მათი შუამდგომლობები თქვათ კმაყოფილდებოდა და მათი ექსპერტის მონაწილეობით სხვადასხვა სახის ექსპერტიზები ტარდებოდა. ბუნებრივია ბატონი ზაზას მოსაზრებას გავიზიარებ იმ ნაწილში, რომ იქ არც ერთი ჩვენთაგანი არ იყო და ბუნებრივია არც ერთმა ჩვენთაგანმა არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ იმ ფაქტების ერთობლიობა, რომელი ფაქტებიც თქვათ გაასაჯაროა პროკურატურამ, გვაძლევს იმის თქმის ვარაუდს ყოველ შემთხვევაში, რომ ეს უფრო გავს თვითკვლელობას, ვიდრე თქვათ კვლელობას. ძალიან მარტივია ხა ბატონი გოგას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გახდა სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი და როგორც მინიმუმ მან ძალიან კარგად იცის შემთხვევის ადგილი არის ყველაზე ინფორმაციული ადგილი და ვხედავთ, რომ შემთხვევის ადგილი იყო საკმაოდ კარგად დაცული და ძირითადად ეს იყო ის სივრცე ავტომანქანა, სადაც ყველა კვალი, როგორც ვიცი, კვალიფიციური ექსპერტების მიერ იქნა შესწავლილი და ამოღებული ყველა თქვათ მტკიცებულება, რაც შეიძლება გამოძიებას გამოეყენებინა. როგორც გამოძიება ამბობს და მეც თქვათ იურის გარკვეული შეხება ბუნებრივია სხვადასხვა საქმეებიდან მაქვს, არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ძალიან მარტივად აღსაქმელია თუ კი ჩემს გვერდზე საჯდომზე ადამიანი ზის და მე თქვა თავს ვიკლავ შეხების მიმართულება ან თქვა ოდენობა თუ როგორ უნდა იყოს განლაგებული ეს აუცილებლად სურათი სხვანაირი იქნება იმ შემთხვევაში თუ კი ვინმე ზის ან თუნდაც ფეხით არის შესული და მაშინ როდესაც იქ არავინ არ ზის როგორც ვიცი და როგორც ყოველ შემთხვევაში გასაჯაროებული მასალებიდან ჩანს ამავდროულად არის შესწავლილი უკანა სავარძელი ვინაიდან უკანა სავარძელზე
ნაწილზეც არის შხეფები იმ მიმართულებით, რომ პრაქტიკულად გამორიცხულია უკან სავარძელზე შდომა და როგორც ასევე მოვისმინეთ, ანუ უკან თვითონ ეროსის უკანა კარის გაღება შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ისე იდგა ავტომანქანა, რომ იქიდან ვინმე შესვლა პრაქტიკულად გამორიცხული იყო. ბუნებრივია, ეხლა ჩვენ არც ერთი ნათელმხილველები არა ვართ და ალბათ არც პროკურატურაში ნათელმხილველები არ არიან, მაგრამ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით პროკურატურა მივიდა ამ დასკვნამდე. რომ ეს იყო თვითმკვლელობა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა თქვენს მიერ გასაჯაროებულ დეკლარაციას, შესაძლებელია რომ ნამდვილად 2008-ში მას ჰქონდა მანჰეტენზე ეს არის ელჩობის დროს შევსებული დეკლარაცია. მაგრამ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ალბათ თქვენს გადაამოწმებთ და როგორც ვიცი ელოდებით პასუხს, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, იმიტომ ამაზე მის ადვოკატებთან მქონდა საუბარი საკმაოდ დიდი ხნის უკან, იმიტომ რომ მეც მქონდა ესეთი კითხვა. მე მათგან მახსოვს, რომ ეს სახლი საკმაოდ დიდი ხნის უკან იყო გაყიდული და ყველა ის ქონება, რომელიც მას გააჩნდა საქართველოში, ყველა იყო იპოტეკით დატვირთული. კარგით, ეს თქვა პროკურატურამაც, რომ ყველაფერი იყო დაუშვათ ბანკში, ბანკის ვალები და ასე შემდეგ. კი, რა თქმა უნდა, ბადრი ნანტაშვილი მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა და დაასახელა სწორედ ეს სახლი, რომ დაუშვათ 3 მილიონიანი სახლის მეპატრონე შეუძლებელია, რომ 321 თუ 312,000 დოლარის გამოიკლავდეს თავს. ბადრი ნანტაშვილი იქნება ვახოსანაიასთან, საღამოს 1 საათში ზუსტად და ის მოყვება თვითონ რა ინფორმაციას გავიგეთ, რომ თქვა ბატონი ეროსი, თქვა იყო შეძლებული ადამიანი, მაგრამ შეძლებული ადამიანები შესაძლებელია ესეთ სიდუხჭირეს ან პრობლემებს უფრო მეტად განიცდიან, იმიტომ ადამიანები, რომლებსაც თქვა არ აქვთ შესაძლებელია ესეთ შედეგამდე არ მივიდნენ, მაგრამ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი აქვს და უცბად აღმოჩნდება ეს არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება, არ ვიცი, ვინ რას იზამდა ამ შემთხვევაში, მაგრამ ზოგადად ფიქრობ, რომ გაცილებით რთულად გადასატანი იქნება ესეთი ადამიანები. კარგით, მე მინდა ეხლა გოგაონიანს დაუსვა იგივე შეკითხვა და შემდეგ ნონა ფილავს. თქვენი შეფასება როგორია, გოგა, თუ დაგჭათ კითხვები, თუ გაგიჩნდათ უფრო სწორედ კითხვები? მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს, მე ვიზიარებ ეროსი კიძვარიშვილს და მისი ოჯახის ტრაგედიას. ნამდვილად დავეთანხმები ორივე გამომცემელს, რომ აქ კითხაობა არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება თუნდაც ადამიანმა და თუნდაც იურისტმა გააკეთოს. ამიტომ არ ვაპირებ კითხაობას, გეტყვით კონკრეტულ ფაქტებს და კონკრეტულ კითხვებს, რაც მაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. 3 წლის განმავლობაში ვიყავი ქალაქის მკვლელობების განყოფილების უფროსი, ქალაქში თუ კი რაიმე მკვლელობა ხდებოდა, იმ 3 წლის განმავლობაში იძიებდა ჩემი განყოფილება. აქედან გამომდინარე, მაქვს მარტივი შეკითხვა. პირველი, იმაზე, რაზეც ქალბატონმა ირმამ ისაუბრა, უბრალოდ პროკურატურამ ისაუბრა და გაიმეორა, რომ თუ კი დაჯდებოდა ვინმე ამ შემთხვევაში შეხებინა ვერ მიესხმებოდა ჩემთვის როგორც ყოფილი სამართალდამცავისთვის ცოტა სასაცილოა, იმიტომ რომ მკვლელი იქ არ მიდის, თუ კი მკვლელი იყო არ ვიცი, მკვლელი იქ არ მიდის ჩამოსაჯდომა და რაღაც რევერანსების საკითხავად, საერთოდ არ არის მკვლელისთვის აუცილებელი რომ სკამზე დაჯდეს და ისე ესროლოს ადამიანს. დავასრულებ თუ შეიძლება, რა ქალბატონო იყო, ძალიან მე ვიყვარდეთ რომ არის ნიმჯენის ნასროლი, ერთი შეუძლია ძალიან, როგორც ხელი უნდა შეყო, თუნდაც ხელი შეყოფა იმ შეხებების არა, ხელი შეყოფა არ უშლის, პირდაპირ მეუბნებოდა. ის წვეთები რომელიც ხელზე იყო, ბატონო, ობიექტურად გეუბნები და კიდე ობიექტურად ძალიან ბევრ რაღაცას თუ დამასრულებინებ. რა იყო ეხლა აბსოლუტურად აცდენილი ერთმანეთს თვითონ მათ განცხადებაში. პირველი, როდესაც ადამიანები გამოდიან, პროკურორი გამოდის და იძახის, რომ თურმე სადარბაზოსთან დგომი ეროსი კიცმარიშვილი ბოლთას ცემდა. შემდეგ, როდესაც ეროსი კიცმარიშვილი ავტომობილში ჯდება, ეს ადამიანი იკრავს ღვეძს და აკეთებს ყველა იმ ქმედებას, რასაც აკეთებს ნორმალურ საღჭყუაზე მყოფი ადამიანი, როდესაც აპირებს ავტომობილის დაძვრას და გასვლას. შესაბამისად, ესე იგი, არ უნდა გაესვათ მაშინ ხაზი იმისთვის, თუ კი ამ ადამიანს არ ქონდა გადაწყვეტილი და იქ მივდივართ, ბოლოს ესე თქვეს, ხო, რომ არ იყო და იმ წამს თუ გადაწყვეტა, მაშინ რა შეიძლება ბოლთას ცემდა თუ ყიჟინა დასცა, ამაზე არ უნდა საუბრობდეს პროკურატურა თუ რაღაც თეატრალური ის არ არის ეს სცენა. გარდა მაგისა, თუ კი ადგილზე გადაწყვიტა აღნიშნული, როგორც ამაზე საუბარი არის და მოტივზე საუბრობთ, ეხლა ძალიან ზოგადად და ძალიან ჩემთვის რაც ყველაზე მიუღებელია, ესე იგი, იმიტომ რომ ვიღაც ადამიანს რაღაცა ვალი ქონდა, ამიტომ გამოდის პროკურორი და საზოგადოებას ამცნობს, რომ ამ ვალის გამო ამ ადამიანმა მოიკლა თავი. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს კიდევ უფრო მიუღებელია როდის ქალბატონო ირმა.
პირველი ეს ადამიანი გამოდიოდა და აცხადებდა რომ სანამ მე ცოცხალი ვარ, რუსთავი 2-ს ვერ მიისაკუთრებს ვერავინ. მათ შორის ვერც ბიძინა ივანიშვილი და პირდაპირ აცხადებდა რომ ბიძინა ივანიშვილი როცა საუბრობს რუსთავი 2-ზე, ჩამხედოს თვალებში. ეს ალბათ ყველას მოსმენილი გვაქვს და ჩემგან პირველად ეს ამბავი არ გესმის. კი, ის აპირებდა ებრძოლა რუსთავი 2-ის და მაესტროს მიმართულებით. ამის შემდეგ გამოდის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ამ ადამიანს ამკობს ძალიან ბევრი ცუდი ეპითეტით. რომ ამბობს რომ ეს ადამიანი არის თაღლითი, ასეთი. ამის შემდეგ ეს ადამიანი კვდება. მე არაფერს არ ვადასტურებ. მე არ ვიძახი რომ აუცილებლად ესე იყო, ან ესე არ იყო. მე რომ ვიყო გამომძიებელი, თუ კი იმას გამოვიკლო, რომ ამ ადამიანს 200.000 თუ 500.000 ვალი აქვს, იმ ადამიანსაც აუცილებლად დავკითხავ, ვიზეც ეს ადამიანი ესეთ კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს და აუცილებლად უნდა დაეკითხათ. როგორც მინიმუმ ფორმალურად მაინც უნდა დაეკითხათ და ამ ადამიანს უნდა ეთქვა, რომ იცით, ამ ჩვენ შელაპარაკებას, სატელევიზიო შელაპარაკებას თუ რაც გნებავთ ის დავარქვათ, ამ შემთხვევასთან ან აქვს, ან საერთოდ არ აქვს არანაირი შემხებლობა. როგორ შეიძლება არ გაინტერესებდეს ამ ადამიანს ვისთან ქონდა პრეტენზიები, ვისთან ქონდა დაძაბული ურთიერთობა, რუსთავი 2 არ არის რუსთავი 2-ის ლოგო, ხო? ეს არის ძალიან ბევრი მილიონი თლიანობაში თუ ავიღებთ თავის ყველაფრიანად. როდესაც ამ ხელა ქონებაზე იყო დავა, თუ კი ქონებას უკავშირდება ეს კვლევა, როგორ არ გვაინტერესებს? ეს ადამიანი პირდაპირ აქცენტებს აკეთებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერც ვერავინ ვერ წაიღებს რუსთავი 2-ს სანამ ცოცხალი ვარ და როგორ არ აინტერესებს პროკურატურას უბრალოდ დაკითხოს. არ ვიცი ვინ რას იტყოდა, არ ვიცი ბიძინა ივანიშვილს და კიდევ ერთი რამ. მე ვერ დავიჯერებ, რომ 200.000 და 300.000 გულისთვის მოიკლავს თავს ის ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი გაგებით წილი რუსთავი 2-ში და დღევანდელი ხელისუფლების გაგებით თურმე რუსთავი 2 ნამდვილად არ ყოფილა დღევანდელი ხო ესე გამოდის არ ყოფილა დღევანდელი მფლობელების და ყოფილა ძველი მფლობელების ამ შემთხვევაში ერთის მხრივ ვამბობთ რომ ეს ადამიანი პოტენციური მილიონერი იყო ან პოტენციურად ძალიან დიდი ფულის პატრონი იყო, მაგრამ მიდონეზე სულელი იყო, რომ სხვა მიხვდა ამას და თვითონ თავისი წილის რეალურ შესაძლებლობებს ვერ მიხვდა და აი 200.000-ის გამო თავი მოიკლა. მე ვიზა გიქნოდით ნონასთან გადავასრულო. ბატონო, აი ეს ბიჭირო თქვენ გამოძიების პერიოდში გამოიყენებინათ. შვენიერ პრაქტიკას დანერგავთ. აი მკვლელობების გამოძიებაში, რომელიც ეხლა ასეთი რთული თქვენ დაგასრულებდით აუცილებლად. პირველი, მაგრამ იქნებ დაათავო. 91% მქონდა გახსნათ ამით ვამაყობ. ეს იყო და მეორე. ერთი ჩვენებებით. 140.000 დოლარი ვალი. ხალბატონო ადვოკატო, ერიკაშვილს 140.000-ია kvali. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს 120.000-ია kvali. ჭიკაიძე. მე ესე ვიცი. ეს ადამიანები რატო არ იკლავენ თავს? იქნებ დავწერე. მადლობა გოგა, გადმოდივარ ქალბატონონა. ნიჭიერი ხალხია ესეთ ბრალდების საკითხებში. ძალიან მიყვარს ხოლმე. არა, ქვეყანას არ ეყოლება ბუნებაში. თქვენც მე განმეორება არ მოხდება გენეტიკა. მე მინდა ერთი რაღაცა ამ საქმეზე ვსაუბრობ ზუსტად. მე როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილი არ არის რუსთავი 2-ის ფლობელი და არც პრეტენზია არ აქვს და მე ესე ვიცი რომ სხვა დავამირის ამ წუთში ხო რუსთავი 2-თან დაკავშირებით ევანიშვილის პოზიცია თუ გახსოვთ ამასთან დაკავშირებით თვალებში სამხედრო ივანიშვილს მე როგორც ვიცი ყველა ლანძღალ ყველა ატარებს საშინელ დღეში და მაშინ ესე გამოდის რომ ყველა უნდა მოკვდეს თქვენი ლოგიკა აქეთ მიდის ზოგმა ეხლა დაიწყო და ზოგი 2012 თქვენი ლოგიკა მიდის აქეთ ნუ ეს ხო აბსურდია და ეს არაფრის კმელი არ არის მე მაინც ვფიქრობ ესეთ რაღაცას და დავეთანხმები იმას რომ 600 ადამიანია დაკითხული ოჯახის წევრები ჩართული იყვნენ ვიდეო მასალის დამუშავებაში და მის ჩვენებაში, ხო? ანუ ინფორმაციის მოპოვებაში ეს არ თანხმებიან ეხლა და ზოგადად ფსიქოლოგია დაზარალებულის ესეთია ეს ჩვენ იურისტებმა ყველაზე კარგად ვიცით. ყველაზე დიდი პრობლემა ამ საქმეს აქვს ორ საკითხში. მე არ ვფიქრობ, რომ პროკურატურას აქვს მიუძღვისბრა პროკურორ მაქსიმალურად იმუშავა. აქ მოგა პრობლემა მე გეტყვით რაში და საერთოდ ეს თქვენი დანერგილია, ჩვენ არ გვყავს სერიოზული ექსპერტ კრიმინალისტები. რატო გონია? არ ყავს. იმიტომ რომ ის ლაბორატორია, რომელიც არსებობს დღესაც სრულყოფილად არ არის ათვისებული ქალბატონო ინგა და პლუს თალიაზე თუ ისა იღებს ირმა ჭკადუა გაიხსენებს ძალიან კარგად, როგორ ხდებოდა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია ნაციონალური ხელისუფლების დროს და ძალიან კარგ დღეს ეს არ აქვს. რა არა გქონდა დღეს მტკიცებულებების ფალსიფიკაცია აფეთქებულ კიდევ ერთი რამე აიღეს აბსოლუტური აბსურდი. დავამთავრო ბატონო გოგა და გვაქვს პრობლემა რაში? დაზარალებული უფლებები კანონით არ არის დაცული. კი, ჩართულობა ჰქონდა კიწმარიშვილის მხარეს
ასე ვთქვათ, გამოძიებაში, ესეც იყო პროკურატურის ნება, მაგრამ კანონით არ იყო განსაზღვრული კონკრეტულად როგორ უნდა ემუშავა დაზარალებული. კანონმდებლობის ბრალია? კანონმდებლობის ბრალია, რომელიც ნაციონალურმა ხელისუფლებამ დარერგა და თქვენ არ გაქვთ კითხვები პროკურატურის მიერ დღეს ასე ზოგადად კითხვები ნამდვილად არ მაქვს. ეჭვი რამე არაფერი არ გაგიჩინათ ამ შეიძლება. ყველა ეჭვს აქვს არსებობის უფლება. მე ვიცი ერთი რამე, არც ერთ ოპოზიციურ ფლანგს, ასე ვთქვათ, არც ერთ კრიტიკულად იმას არ გამოუთქვამს, არც ადვოკატებს კი წმარიშვილის და არც კი როგორ არა, ოპოზიციის ფლანგიდან წამოვიდა სწორედ ძალიან ბევრი კითხვა დღეს. ანუ კითხვა არ გაჩენილა იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ მომხდარა რამე მტკიცებულების ფალსიფიკაცია. უკაცრავად, ფალსიფიკაცია არ არის, როდესაც იზახია, რომ კამერაზე იყო თითის ანაბეჭდი და ეს თითის ანაბეჭდი არ ამოღებულა. და დღეს ვფიქრობ, რომ თურმე იმდენი მტვერი იყო ამ თითის ანაბეჭდზე, რომ ვერ იქნა ამოღებული. ხომ არა, ეს არის ოფიციალური ვერსია, რომელსაც ექსპერტიდებს ეს უნდა ამოეღოთ. ჩვენ ხავს ძალიან ბევრი მეგობარი ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, მათ უაინტერესებდათ, როგორც სხვა შემთხვევაში აგზავნებენ დამასრულებინეთ რა. სიგარეტის ნამწავს დიაგნოზის საქმე და მე რო აკრობდით. თქვენ ამერიკაზე, თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუროს თუ აყენებთ ეთქვეს ეს თქვენი პრობლემაა. სხვა რამეს გამოაგზავნეთ თქვენ დამალ. თქვენ ხო და ძალიან ცუდი თუ უნდა მარტივ რაღაცას გეუბნებით, თქვენ თუ გაინტერესებდათ, ხელისუფლებას თუ აინტერესებდა, რეალურად შეიძლებოდა თუ არა თითის ანაბეჭდის ამოღება, შეეძლო გაეგზავნა და არ გვეტყო და ჩვენი მეგობარი ქვეყანა ამაზე უარს, ნამდვილად ამოიღებდა ამ თითის ანაბეჭდს და ჩვენ შეიძლება არ ჩათვალა ამაზეა ზუსტად ლაპარაკი ხალბატონო. გადავალ ახლა თქვენი ნებართვით. ბატონო ზაზა, ანუ ერთი არის, როდესაც ჩნდება კითხვები და მეორე არის, რომ შესაძლებელია ვალდებულება ქონდა კიდევ დამატებითი ინფორმაციის მოპოვების გამოძიებას. პოლიტიკურ ოპონენტებს, როცა დღეს მე ვუსმენდი 2 საათზე 4-ზეც, ისინი უკავშირებდნენ ამ ყველაფერს არჩევნებს. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ აი არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოხდა ნაჩქარევი დასკვნის გაკეთება, რადგან თქვენ აი ამდენი კითხვები დაგიტოვათ ამ საქმეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არასერიოზულია, იმიტომ რომ პირიქით ხელისუფლება უნდა ინტერესებული ყოფილიყო, რომ არჩევნების წინ ესეთ სისულელი არ გაეკეთებინა, რომელიც საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს გააჩენდა. ამიტომ მე არ ვეთანხმები ეგეთ განცხადებებს, რომ აი არჩევნების წინ გააკეთეს. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ პროკურატურის შეცდომაც იყო, რომ არჩევნების წინ ზედმეტ კითხვის ნიშნები იმ საქმესთან დაკავშირებით არ უნდა ყოფილიყო, რომელიც საქმეზეც მე ვფიქრობ, რომ ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა. ეხლა მე მოусმინე ვერსიას და მე ვფიქრობ ევროკონვენციის მე-13 მუხლი რაც არის ეფექტური გამოძიების ცნება და ევროპული სასამართლო რასაც მიუთითებს რომ რა არის ეფექტური გამოძიება ნონა ეს პროკურატურას აქ დარღვეული იცით რატომ აქ დარღვეული იქ თითის ანაბეჭდია თუ რაც არის შენ ვალდებული ხარ ეს გააკეთო ამას გეუბნება ევროსასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება თუ ვერ ანუ აი მაგალითად იცით რა არის ნონა მე და ირმა ერთნაირი აზრი გამოვთქვით რომ ჩვენ იქ არ ვიყავით და ვერ გავიგებთ რა არ გაკეთდა მაგრამ ადვოკატს როცა აქვს პრეტენზია რომ თითის როდესაც აქვს საშუალება რომ დაგენილება გაასაჩინოს ერთობ ინსტანციაში და მომისმენე ნონა ეგრე არ არის რა ადვოკატს შენ მართალი ხარ ჩვენ რამოდენიმე წელია ვიბრძოდით მე შენ ირმა ერთად ვიყავით მაშინ როდესაც იური ვაზაგაშვილი საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ ადგა და დაზარალებულს უფლებები გააუქმა ეს იყო საშინელი ფაქტი მაგრამ მეორე საშინელი ფაქტი არის რომელიც ხელისუფლება მოვიდა დეკლარირებით რომ ეს გამოსწორდებოდა და იგივე დატოვა აქედან გამომდინარე ჩვენ ადვოკატებს კი არა მე ხო გეუბნებით ყველას გეთანხმებით იმაში რომ თქვენც პრობლემა ბრძანეთ ირმამაც პრობლემა ბრძანა მეც პრობლემა ბრძანე გოგამაც პრობლემა და ერთი პრობლემა გამოდის რომ არაეფექტური გამოძიება ჩატარდა ჩემო კარგო ეფექტური გამოძიება არის ჩამოწერილი არა გოგა გეუბნება რომ მე პროფესიონალი გამოძიება არა მოვისმინეთ დღეს არ არიან ესეთები მოდი ნონა ერთი წუთი რა ნონა მე ვამბობ შენც ამბობ შენ გამოსვლაში ბძანე რომ არაეფექტური გამოძიება ჩატარდა რატო იცი იმიტომ რომ დაზარალებულს უფლებები რო ქონოდა შეძლო მას რომ რაღაც გაეკეთებინა ესეც არაეფექტური მოდი ეს კითხვას დაგაჭირეთ ეს საკანონმდებლო სისტემის ხო მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამან ხო გამოიწვია არაეფექტური გამოძიება ნონა ეს არის სტანდარტი ევროსასამართლოს რაც არ უნდა შეიძლება იზიარებდეს ვინმე ან არ იზიარებდეს მაგალითად რაც ეხა ბძანა გოგა ონიანმა რომ აი იქ კონფლიქტი დაუშვათ პოლიტიკური მიმართულებით იგივე რუსთავიორის თემაზე და უნდა დაკითხულიყვნენ სხვა ადამიანებიც მათ შორის მან დაასახელა ყოფილი პრემიერი დღეს მე მყავდა 4 საათზე ზურა კიცმარიშვილი მასთან მქონდა ინტერვიუ სადაც მან ახსენა რუსთავიორის თემა და ეროსის პოლიტიკური აქტიურობა
თქვენ ფიქრობთ, აი ორივეს მინდა რომ მკითხოთ ირმასაც და ნონასაც, თქვენ ფიქრობთ რომ უნდა დაკითხულიყვნენ ისინი, ვისთანაც მას თუნდაც ესეთი ტიპის ღია კონფლიქტი ქონდა. მაგალითად, გოგა მახსენა წეღან ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ ერთი მხრივ მე ვფიქრობ რომ ისინი არ იყვნენ იმხელა ინფორმაციის მატარებლები რომ ანუ ამ კვლევებასთან და კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით რამე ინფორმაცია გაეცეთ. ჩემ აზრს ვამბობ და გეტყვი რას გულისხმობ. მე ვიცი რომ დავამიდის ორ მესაკუთრეს შორის, ასე ვთქვათ, ერთი ძველი დამფუძნებელი იყო და ერთი ახლა ახალია და კიდე მესამე არსებობს, რომელიც მათ საერთოდ ორივე მხარეს წაართვა. რატომ არ გიჩნდებათ ვერსია იმასთან დაკავშირებით, ყველაზე მეტად ვისაწყობდა კიწმარიშვილის მკვლელობა. არა, მე ვსვავ კითხვას, ყველაზე მეტად ვის აქვს ჩაჭიდებული რუსთავი 2-ის თემა. ყველაზე მეტად პირდაპირ მითხარით. არა, მე არ ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ვინც ასე ვთქვათ, დღეს გამოძიების ისინი არიან, მე ისინი არ მყავს ხედულობაში. ანუ გამოძიებამ დადო კონკრეტული გამოძიება, ეს ინფორმაცია მიწადებული იქნა ექსპერტების მხრიდან, კრიმინალისტებმა გააკეთეს სავის საქმე და დაათვალიერეს ეს შემთხვევის ადგილი და ამოიღეს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია იქნა შესწავლილი 600 კაცი დაკითხული იქნა. მაგრამ არ იქნა დაკითხული მაგალითად 601 ადამიანი, რომელიც იმ ტერიტორიაზე კამერებმა დააფიქსირეს, როცა გაიარა. კარგით, მოდით მე ირმას დავუსვამ მაშინ შეკითხვას. ირმა, თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ყველა უნდა დაკითხულიყო, რომ თუნდაც აი ამ ტიპის კითხვები აღარ დარჩენილიყო. ეხლა ნონამ არ დააკონკრეტა ვის გულისხმობ, მაგრამ საინტერესო კითხვა დასვა, ხო, თავისთავად. თუ მოკლულია, მას ვის აწყობდა შეიძლება. ეს კითხვა რომ გამორიცხულიყო. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უფრო რაღაცა მკითხაობას გვაქვს, თუ მოკლულია, თუ თავი მოიკლა. ამიტომ ჩვენ უნდა დავეყროთ მტკიცებულებებს და ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ექსპერტების მოსაზრება, რომელი ექსპერტებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები ამ საქმეში. მე არ ვიცი იმ 600 ადამიანში შესაძლებელია დაკითხული არიან ის ადამიანები, რომლებსაც ახლა ან ბატონი გოგა მიუთითებს, ან ქალბატონი ნონა, მე ნამდვილად არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში როგორც წესი დაკითხული უნდა იყვნენ ოჯახის წევრები, თუნდაც ბატონი ზურა, თუნდაც ქალბატონი ან მეუღლე და თუ კი რაიმე ტიპის ესეთი კონფლიქტი არსებობდა, აუცილებლად ეს ეცოდინებოდათ ოჯახის წევრებს. ეს კონფლიქტი ღიად იყო პრესკონფერენციების დონეზე იყო და უშუალოდ როცა თუ გავყვებით კვალს, მეც უბრალოდ კითხვის ფორმით ვსვავ ამას, რასაკვირველია, მე მით უფრო ჟურნალისტი ვარ. ისე ოჯახსაც მოეთხოვა, კაცო მათი დაკითხვა. ხო, და ამიტომ თავის ჩვენებებში მათ უნდა დაეფიქსირებინათ, თუნდაც მათი ვარაუდები და ეჭვები, თუ რასთან დაკავშირებით შესაძლებელია გაემუშავა გამოძიებას, იმიტომ რომ ღია ეთერებში და პრესკონფერენციების დონეზე მე და გოგა ვხოცავთ ერთმანეთს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩაუსაფრდეთ ერთმანეთს და ერთმანეთს მოკლავთ. ანუ ზოგადად ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ბუნებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ აქ საუბარია იმ ფაქტების ერთობლიობაზე, რომელი ფაქტებიც დადო დღეის მონაცემებით პროკურატურა. ფაქტია, რომ საკმაოდ სერიოზული შრომაა ჩატარებული, რაც დავინახეთ ამით, შესაძლებელია, რომ ვიღაცას მიაჩნია, რომ რაღაცა აკლია და მუდმივად შეიძლება იმაზე, თქვათ, მითითება, რომ აქ შეიძლებოდა ეს გაკეთებულიყო, ან შეიძლებოდა არ გაკეთებულიყო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდრე, თქვათ, პროკურორების განცხადება არის იმ ექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული. კი ბატონო, მაია ნიკოლაიშვილიც ასევე 8 საათზე უკვე რამდენიმე წუთში იქნება ჩვენი სტუმარი. მე რეკლამას გამოვაცხადებ ეთერში, რეკლამის შემდეგ დავბრუნდები და უკვე გოგაონიანს და ზაზა ხატიაშვილსაც დაუსვავ იგივე შეკითხვას. ისე ერთს ვიტყვი, რაც შეეხება მოწმეების დაკითხვას. თითქმის ყველა ადამიანი, ვინც ამ საქმესთან იყო შემხებლობაში, კავშირში ეროსისთან ბოლო პერიოდში, ყველა იყო დაკითხული, მეც მათ შორის გახდით და მივეცი ჩვენება რასთან დაკავშირებით. რატო არ უნდა დაკითხულიყო ადამიანი, რომლის მიმართაც პირდაპირ თქვენზე პრეტენზია ხო არასოდეს არ უთქვამს ეროსს. ხო არ უთქვა რომ ეს ადამიანი თვალებში ჩამხედოს, როცა ჩემზე ლაპარაკობს, ხო არ ყოფილა ესეთი. იმაზე ხო იყო. თუ კი არის თანაბარი მიდგომა პროკურატურის მხრიდან, როგორ არ უნდა დაუძახო და როგორ არ უნდა არა, მე ყველა უნდა დავაბრალებთ რომ კი არა, როგორ უნდა დავაბრალოთ, დაბრალება ხმესმა დაგვიფაროს, მაგრამ დაკითხვით ბატონო, ჩვენ რა ვიცით ვინ არიან დაკითხული? 600 კაცია თქვენ თუ იცნობთ, უკაცრავთ, თქვენ თუ იცნობთ იმის ადვოკატს, ბატონი ეროსკის მარშრუტი, როგორ ფიქრობთ, მე არ ვიცნობ. რეკლამას ვაცხადებ ეთერში. ეთერში ეს ადამიანი წვდომა მასალა. დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ. კი ბატონო. კოლეგები ვართ და ძალიან ხშირად ვესაუბრები და ჩემთან ყოველ შემთხვევაში